დიპლომატიასა და ლიტერატურულ პერსონაჟებთან ერთად მოგზაურობა გველოდება დღეს. ნუკა გაგუასთან ერთად არეალში ელჩია. დიპლომატიურ სფეროში საქმიანობა როგორც ცვლის მწერლის აღქმას. უცხო ქვეყანაში ცხოვრება ტოლფასია ახალი ცხოვრების დაწყების. ჩემთვის როგორც მწერლისთვის ეს არის რაღაცა დიდი ბედნიერება, რომელიც მაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ დავინახო სამყარო კიდევ უფრო სხვა თვალით და შემდეგ ეს ყველაფერი გადავცე იქ მყოფ ბავშვებს. როდის გაგიჩნდა სურვილი მწერლობის. მე მთელი ცხოვრება ვწერდი სულ ბავშვობიდან. სწორედ კოვიდის დროს მქონდა შესაძლებლობა, რომ დამეწერა და ასევე დამებეჭდა. რატომ არის ბავშვებისთვის დაწერილი ამბავი უნივერსალური და ასევე გასაგები მსოფლიოს სხვადასხვა კულტურისთვის? საბავშვო ლიტერატურა იწერება ბავშვებისთვის, იწერება ადამიანებისთვის, რომელსაც ჯერ კიდევ აქვთ სურვილი და ხალისი იმის, რომ აკეთონ სიკეთე. ან იმ ადამიანებისთვის, ვინც ეს სურვილი და ხალისი დაკარგეს და ჩვენ გვინდა რომ დავუბრუნოთ. რას ნიშნავს საერთაშორისო და მშობლიური აღიარება შენთვის? მე ვარ ქართველი და პირველ რიგში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ქართველი მკითხველის აღიარება. ცხადია რომ დიდი ბედნიერების და სიამაყის შეგრძნება მოაქვს ამ ყველაფერს ჩემთვის. რა არის ის პარალელური ნაპირი, რომელსაც ადამიანი შეიძლება მთელი ცხოვრების განმავლობაში ეძებდეს? პარალელური ნაპირის დასასრულიც ესეთია, რომ აი ამ ტანჯულ ადამიანებს, რომლებმაც ბევრი გაიარეს და იტანჯეს, მარადიული პარალელური ნაპირიდან აკვირდებოდნენ და ესე ვთქვათ, გვერდს უმაგრებდნენ ის ადამიანები, ვინც მათთვის ძალიან ძვირფასები იყვნენ. რა არის მთავარი ზღაპარი, ფანტაზია თუ იმ ღირებულებების გადაცემა, რომელიც ადამიანს აყალიბებს? არ შეიძლება ზღაპარს მოაკლო ზღაპარი, ან ზღაპარს მოაკლო სწორი მიმართულება, ან მოაკლო ფანტაზია. ყველაფერი უნდა იყოს სწორად და დაბალანსებულად გაკეთებული აუცილებლად. რა წიგნის პრეზენტაცია გაიმართა ახლახანს და ავტორის მიერ დანახული პრეზენტაცია გჭირდება? 9 დღეში დავწერე ეს წიგნი. წიგნს ქვია თუ გაბედავ წამოდი. და მე ესე რაღაცა ქვესათაური, ესე ვთქვათ, 7 მოგზაურობა. თავად როდის გაბედე? რართული კითხვა. ყოველთვის რაღაცას ბედავ რომ გავაკეთო, იმიტომ რომ თუ ვერ გავბედავ, ვერასდროს ვერ გავაკეთებ. შესცხოვრებას ერთი სათაური რომ ჰქონდეს. ზღაპარი.